ნორმებით, სასამართლო სამართლის მისთვის კანონმდებლობის უფლებით და მხარეებს ასრულებს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება და ფერმერობა გამოდანილი უნდა გასაფრთხილება მისი საერთო წელი 2025 წლის 18 მარტს საქმეში იკვეთება დამამძიმებელი გარემოება ადმინისტრაციული სამართლებრივი კოდექსის 25 მის მიმართ უნდა გამოყენებოდეს ისეთი საფრთხე, რომელსაც ექნება სუსხავი ეფექტი, რათა ქალბატონმა მზიან და შემდგომში სხვა პოტენციალურ სამართალდამოუკიდებლობა არ გამოსცი ხალხი აღარ განიმეორებს და ის იყოს მაგალითად, რომ პოლიციაში კონკრეტულად არ უნდა მიაღწიოს. დღევანდელი ხდომა დასრულდა, როგორც იცით, და დარჩა მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადება ამ საქმეზე. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე შეეძლო ეს დღესაც გაეკეთებინა, იმიტომ რომ იმდენად ცხადია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ფაქტს დაადასტურებდა. პოლიციას წარმოდგენილი აქვს ყალბი დოკუმენტები და ერთ-ერთმა პოლიციელმა ასევე ტყუილები ისაუბრა პროცესის დროს, მან თქვა, რომ თითქოს მან დააკავა მზია ამაღლობელი, მაგრამ მოსამართლე დღესვე უკვე დადასტურებულად თქვა, რომ ის ადამიანი, რომელიც მზიას ხელს კიდებს და შენობაში შეყავს, ეზოსკენ მიყავს, ეს არის გრიგოლ ბესელია და სწორედ ამიტომ აღარ დაკითხა ის. მან თქვა, რომ მე ეს უკვე ვიცი და ამიტომ აღარ დავკითხავ, იმიტომ რომ დავრწმუნდი, რომ ვიდეოში ნამდვილად ეს კაცი გრიგოლ ბესელია. მან ასევე თქვა, რომ ასევე დავრწმუნდი, რომ ირაკლი გებუაძეა ის ადამიანი, რომელიც განმარტებას აკეთებს, რომ მზია 150 მუხლით დააკავეს. ეს ორი გარემოება მოსამართლემ უკვე დადასტურებულად მიიჩნია. ამ საქმეზე ეს იყო ორი მთავარი გარემოება, რომელზეც დანარჩენი სხვა სიყალბეები ემყარება და ეს უკვე დადასტურებული აქვს მოსამართლეს. მე არ ვიცი ის საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ რა თქმა უნდა ზოგადად არ გვაქვს დიდი მოლოდინები სასამართლოს მიმართ დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით ასეთ საქმეზე, როდესაც არსებობს მაღალი დაინტერესება.